მე ვიყიდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და საშიში თევზები, მათ შორის $1000-იანი ლოკო, გიგანტური პრეისტორიული მონსტრები და ეს აბა აბოტის დანის თევზი, რომელიც მეგონა რომ მსოფლიოში ყველაზე საშიში თევზი იყო. მაგრამ შემდგომი კვლევის შემდეგ გავიგე რომ ასე არ იყო, ამიტომ ძიება გავაგრძელე და მალე ჩემი პასუხიც ვიპოვე. და ეს არის ქრის თევზი. მსოფლიოში არსებული 1200 შხამიანი თევზის სახეობიდან ეს ყველაზე მომაკვდინებიებელია, რადგან მას აქვს იმდენი შხამი, რომ ადამიანს 1 საათზე ნაკლებ დროში მოკლავს. და ეს იმიტომ, რომ მათ სხეულზე 13 ეკალი აქვთ, თითოეულში კი სასიკვდილო რაოდენობის შხამია. და ყველაზე საშიში ის არის, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ, რომ იქ არის. ისინი შენიღბვის ოსტატები არიან და შეუძლიათ თავი ქვებად გამოაჩინონ. რაც უფრო მეც ვიგებ ამ თევზზე, მით უფრო ხვდები, რატომ არის ის ესეთი მომაკვდინებელი. და თუ რამე იცით ჩემზე, ამასაც მიხვდებოდით. მიყვარს ყველაზე უცნაური თევზების შეგროვება, რომ შინაურ ცხოველებად მყავდეს. და აი ჩემი შემდეგი სამიზნე, ქვა თევზია. ეხლა კი კითხვა ასეთია. საერთოდ როგორ ვიპოვო ასეთი თევზი? შევძლებ თუ არა, რომ შინაურ ცხოველად შევინახო? საერთოდ შესაძლებელია ეს? შამსვამენ ციხეში დამსულს ხავს და მოვკვდები. ეს ყველაფერი მართლა კარგი კითხვებია და არც ერთზე პასუხი არ მაქვს. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი, ამ ვიდეოს ბოლოს მე აუცილებლად მოვიპოვებ ქრის თევზას, რაც არ უნდა დამიჯდეს ეს. მეტი კვლევას ჩავატარებ, გეგმას შევიმუშავებ და რამდენიმე დღეში ისევ გნახავთ მეგობრებო. შემდეგი რამდენიმე დღე დავხარჯე ქვის თევზაზე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვებაში. და რაც უფრო მეც ვიგებდი ამ თევზის შესახებ, მივხვდი, რამდენად საშიში იქნებოდა მისი ყოლა. და ალბათ ამიტომაც ვერ ვიპოვე ინფორმაცია თუ როგორ უნდა მეყოლა ის, მაგრამ ამან კიდევ უფრო მეტად მომინდა მისი ყოლა. მინდოდა ვყოფილიყავი პირველი ადამიანი, ვისაც ოდესმე ჰქონდა ქრის თევზა შინაურ ცხოველად, თუმცა ერთი პატარა პრობლემა იყო. გავიგე, რომ ქრის თევზა ზღვის წყლის თევზია და თუ არ იცოდით, მე მხოლოდ მტკნარი წყლის აკვარიუმები მაქვს, ასე რომ ეს პრობლემაა. ეხლა მინდა განმარტო, არსებობს მლაშე წყლის თევზი, რომელიც გარეგნულად გავს ქრის თევზას და ისიც შხამიანია, მაგრამ მისი შხამი ახლოსაც ვერ მივა ნამდვილი ქრის თევზის შხამთან. და ხშირად აკვარიუმების ვაჭრობაში ერთმანეთს აერევათ. უბრალოდ მინდოდა აღვნიშნო, რომ ისინი ერთი და იგივე არ არიან. ჩვენ სინამდვილეში ერთ-ერთი ასეთი გვიჭერია გვირაბში ადრე, მაგრამ ამჯერად ნამდვილი ქვის თევზა გვინდა. ჩვენ გვინდა ის, რომელიც შეიძლება მომკლას თუ დამსულს ხავს და ეს ბიჭი ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ ამან დამაფიქრა, ნამდვილი ქვის თევზა შეიძლება იყოს მლაშე წყალში. მეც დავიწყე კვლევა და აღმოჩნდა, რომ არსებობს რამდენიმე სახეობის ქვის თევზა, რომელიც სინამდვილეში შეუძლია მლაშე წყალში ცხოვრება. თუ არ იცოდით, მლაშე წყალი არის ნაზავი, მტკნარი და მარილიანი წყლის. და თუ ჩემი ბოლო ვიდეო ნახეთ, ესეც გეცოდინებოდათ. ჩვენ ეხლახან მოვატყვეთ ჩვენი პირველი მლაშე წყლის აკვარიუმი ჩვენი ახალი ბაყაყთევზისთვის. ეს ნიშნავს თეორიულად, თუ როგორღაც ვიპოვით მლაშე წყლის ქვის თევზის სახეობას, შეგვიძლია ის შინაურ ცხოველადაც კი შევინახოთ. მაგრამ ეხლა ჩემი შეშფოთებაა, რომ არ მგონია თევზების მაღაზიებში ყიდიდნენ მათ, იმიტომ რომ, რატომ უნდა ყიდდნენ? ეს მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი თევზია. ასე რომ, ხო, ეს საერთოდ კანონიერი საერთოდ არ ჩანს, მაგრამ ცდა ღირდა. ამიტომ წავედი ჩვენს ადგილობრივ ზოომაღაზიაში, რომ ქვა თევზა გვეპოვა. კარგი, შიგნით ვართ. ვიპოვე აკვარიუმების განყოფილება და უნდა ვთქვა, რომ დიდად დიდი არ იყო და მომაკვდინებელი ქვა თევზა არ ჩანდა. მაგრამ დავინახე ეს საყვარელი პატარა კიბო. ხო, მაგარი იყო, მაგრამ რადგან არ გამიმართლა, გადავწყვიტე თანამშრომლებისთვის დახმარება მეთხოვა. მქონდა ერთი სწრაფი კითხვა, ქვა თევზას აკიდით? არა, ქვა თევზა? არა. ხო, ეს სრული მარცხი იყო, მაგრამ არ ინერვიულოთ, კიდევ ერთი იდეა მაქვს, რომელიც ბევრად უკეთესია. თუ ქვა თევზას თევზების მაღაზიაში ვერ ვიპოვი, იქნებ უბრალოდ ინტერნეტში ვიპოვო. და ერთი სწრაფი ძიების შემდეგ ვიპოვე ვებგვერდის, სადაც ქვა თევზა იყიდებოდა. მოდი გთხოვ. არ არსებობს. ნახე, ქვა თევზა, ზღვის წყლის თევზი იყიდება. ძალიან მაგარია, იასამნისფერია თითქმის. წერია, რომ ზღვის წყლისაა. ასე რომ არ ვიცი, შევძლებთ თუ არა მაგის აღებას. ჩვენ ნახევრად მარილიანი წყლისას ვეძებთ, ვერ ვიჯერებ. ისინი პირდაპირ ქვა თევზას ყიდიან, მაგრამ მარაგში აღარ არის. ვინ ყიდულობს ქვა თევზას? ვინ არის იმდენად გადარეული, რომ ქვა თევზა იყიდოს? შენ რაღაც სერიოზულად არ უნდა გქონდეს რიგზე. $450 ქვა თევზაში. კარგი, მაინც ვაგრძელებ, იყიდე. ჩვენ ინტერნეტში ქვა თევზა ვიპოვეთ, მაგრამ უკვე ვიღაცამ იყიდა, თუმცა ეს კარგი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ესე იგი სადღაც კიდევ მოიპოვებიან. მომდევნო გეგმაა, რომ ჩემს სამსაყვარელ ონლაინ თევზების მაღაზიაში მოვძებნო და იმედი მაქვს, ქვა თევზას ვიპოვით. პირველ ვებგვერდზე უამრავი უცნაური თევზი იყო. ვიწყებთ ძებნას და ამ ვებგვერდზე მართლაც საინტერესო რაღაცებია. მგელ თევზა. აქ არის დრაკონის დანის თევზი, არაპაიმები, რომლებიც არალეგალურია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან იმედისმომცემად გამოიყურება. ბიჭებო, არ ვიცი აქვს თუ არა ქვის თევზა, თუმცა რომ ყველაფერი უფრო საინტერესო გავხადოთ, მხოლოდ ქვის თევზას არ ვიყიდით დღევანდელ ვიდეოში.
ნებისმიერ სხვა გიჟურ თევზს, რომელსაც ამ სამ ვებგვერდზე ვნახავ, ასევე ვიყიდით და ერთ დიდ unboxing-ს გავაკეთებთ. ასე რომ გავაგზავნოთ scroll-ვა და იმედი ვიქონიოთ, რომ რამეს ვიპოვით. ვიპოვეთ რაღაცა გიჟური თევზები. ნახეთ ეს ბიჭებო, ვიპოვეთ მეგალოდორისი, არვინი, რაფსაუკატის თევზი. ეს რაღაცა სიგიჟეა. ანუ შეხედეთ ამ ვამპირ თევზს, სტათენოიდს. ყველა თევზი უბრალოდ გიჟური ფილტვის თევზია. უკვე ბევრი თევზი დავამატეთ ჩემს კალათაში და არ გეტყვით რა არის. სიურპრიზი იქნება. ვაგრძელებდით ვებგვერდზე თვალიერებას და ვხედავდით ძალიან მაგარ თევზებს, მათ შორის ისეთ ძვირადღირებულ თევზებსაც, რომელთა არსებობაც არც კი ვიცოდი. მაგრამ მთელი ვებგვერდის თვალიერების შემდეგ ქვის თევზი ვერ ვიპოვეთ, თუმცა ბევრი სხვა ძალიან მაგარი თევზი ვნახეთ. და ახლა ვაპირებთ მათი შეძენას და ისინი რამდენიმე დღეში უნდა ჩამოვიდნენ. შემდეგ მეორე ვებგვერდზე ძებნის დრო იყო და მაშინვე ეს დავინახეთ. XXL ზომის გიგანტური გარამი, 22 ინჩი და $600. თქვენ მაშინვე ამ ვებგვერდზე მართლაც საინტერესო ნივთებია, ამიტომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ გავაგრძელო თვალიერება და ვნახო კიდევ რა შეგვიძლია ვიპოვოთ. ეს რა ჯანდაბაა, იმ bisetchers ლაკუჩები აქვს. ხედავ ამას? ესეთი რამ არასდროს მინახავს ბიჭებო, ეს პლატინის bisetcherია და მას ლაკუჩები აქვს. ნახეთ ეს, მართლა მინდა ეს. თუმცა ეს $600 ღირს და მე ფულის დაგროვებას ვცდილობ. თუ ხვის თევზას ვიპოვით, შეიძლება უარი თქვა ამაზე, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვიყიდო კიდეც. თქვენ ნახავთ, ეს ვებგვერდი ნამდვილად ჩემი საყვარელი იყო აქამდე. თითქმის ყველა თევზი ისეთი იყო, რაც არასდროს მინახავს, ასე რომ თუ ქვის თევზას ონლაინ ვიპოვით, ქვის თევზას სწორედ ამ ვებგვერდზე ვიპოვით. ეხლა მათ ყველაზე ძვირადღირებულ ნივთებს ვეძებთ. და აი შეხედე ამას. XL Lens Catfish $1300, Aludius Placo $1200, პლატინის ვებხვის ნიჩბიანი წითელი კუდის ჰიბრიდი. ესეთი რამ არასდროს მინახავს. ცუდი ამბავი მაქვს ბიჭებო. მეორე ვებგვერდსაც მოვჭით, ყველა გვერდი გადავქეკეთ და არც ერთში არ ვიპოვეთ ნახევრად მარილიანი წყლის ქვის თევზა. თუმცა ზუსტად როგორც პირველ ვებგვერდზე, აქაც გვაქვს კალათა და ისავსეა სხვა უცნაური თევზებით და ახლა ვაპირებთ მათ ყიდვას. ეხლა მხოლოდ ერთი ვებგვერდი დაგვრჩა და თუ იქაც ვერ ვიპოვეთ ქვის თევზა, მხოლოდ ერთი სხვა ვარიანტი დამრჩება. მესამე ვებგვერდი ცოტა იმედგაცრუება აღმოჩნდა. სხვა უცნაური თევზები ნამდვილად ვერ დავინახე და არც ნახევრად მარილიანი წყლის ქვის თევზა ჰქონდათ. ამ ვებგვერდიდან მხოლოდ ორ თევზს ვიყიდი და რამდენიმე დღეში სამივე ვებგვერდიდან ყველა თევზი აქ უნდა იყოს. და როცა ყველა იმ თევზს ამოვალაგებთ, კიდევ ერთი იდეა მაქვს, როგორ მოვიპოვო ქვის თევზა. და თუ ესეც არ გამოვიდა, არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ვცადო, ასე რომ რამდენიმე დღეში გნახავთ. და 2 დღის შემდეგ თევზების პირველი ყუთი საბოლოოდ ჩამოვიდა. ღმერთო ჩემო, რა მძიმეა. კარგი, ეს მართლა მძიმეა, აქ ძალიან ბევრი თევზია, ღმერთო ჩემო. ეხლა ხან მივხვდი, რომ არ ვიცი რომელი მაღაზიიდანაა ეს. ასე რომ შეიძლება იყოს პირველი მაღაზია, შეიძლება იყოს მეორე, შეიძლება იყოს მესამე, მაგრამ მალე გავიგებთ. და აქვე ჩემს გვერდით პატარა აკვარიუმი გვაქვს მოწყობილი და ყუთში არსებული ყველა თევზს აქ გადავუშვებთ. ასე თქვენ კარგად დააკვირდებით მათ. აი, დავიწყეთ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ბიჭებო, თევზები ონლაინ დიდი ხანი არ შეგვიძენია. კარგი. აი, მზად ვართ ბიჭებო, 3, 2, 1. დიდი სიურპრიზი. აქ ძალიან ბევრი თევზია, ღმერთო ჩემო. აქ არის 1, 2, 3, 4, 5. მგონი აქ 5 ან 6 პარკი თევზია. დავიწყებთ აქ ზემოდან. მახსოვს, ეს ბიჭი რომ ავიღე. ხედავ მას, ეს პატარა ბეჩავია, ფახაკა პაფერი თევზია. ღმერთო ჩემო. ჩვენ ყავს ფახაკა პაფერი თევზი, მაგრამ ესეთი პატარა არა. ის ძალიან საყვარელი იყო, რომ არ მეყიდა. შეხედე რა პატარაა ეს ფახაკა პაფერი. ესეთი პატარა არასდროს მინახავს. ეს ძალიან მაგარია. კარგი, ჩავუშვათ აკვარიუმში და აი ესე პატარა. შეხედეთ მას, როგორც სურავს. ეს საოცარია ბიჭებო. პატარა მტკნარი წყლის პაფერი თევზი. ასე დავიწყეთ, ვნახოთ კიდევ რა გვაქვს იქ. ეს რა არის? მახსოვს, შეხედე ამას. ეს ლოკოს რაღაც სახეობაა, სახელი არ ვიცი. მართლა დამოვიცდა, მაგრამ გონი არასდროს მინახავს ეს ადრე, ასე რომ აუცილებლად უნდა ამეღო. თუ იცით რა არის ეს, კომენტარებში დაწერეთ ქვემოთ. მაგრამ ეხლა ვიწყებთ ამოვიღოთ ისინი პაკეტიდან, რომ უკეთესად დაათვალიეროთ. მაგრამ ეს მართლა მაგარი თევზია, შეხედეთ მათზე არსებულ ნახატებს, ნახეთ ეს ბიჭებო. ვაუ, ეს მართლა მაგარი თევზია. ეხლა ჩავუშვებთ აკვარიუმში, 3, 2, 1. ვაუ, ეს ძალიან მაგარია. აი, წავიდა. ეხლა pufferfish ხდება, შვენიერია, 2 უკვე აკვარიუმშია. გონი ამ ყუთში კიდე 3 დაგვრჩა. გონი ეს იყო პირველი ვებგვერდი თუ არ ვცდები. მეორე ვფიქრობ, ნამდვილად საუკეთესოა, ასე რომ მოუთმელად ველოდები. ეს ბიჭები ვინ არიან? დამავიწყდა ესეც მაქვს. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი თევზი, რომელიც არასდროს მინახავს. ხედავ ამას, კარგად დააკვირდი. არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა რა არის ესენი, მე თვითონაც არ ვიცოდი რომ არსებობდნენ, მაგრამ მოიცადეთ სანამ ნახავთ როგორები არიან ეს ბიჭები. კარგი, დავიწყოთ, შეხედეთ. ბიჭებო, ერთ-ერთი მათგანი ეხლა ხელში მიჭირავს. რამე უცნაურს ამჩნევთ ამ თევზს? ჰელენ, შენ რამეს ამჩნევ? ცოტა უცნაურია.
ცოტა ზღვის არსებას გავს. არა, ეს არ არის. არიცი? ღმერთო ჩემო, თვალები აქვს? არა, მას არ აქვს თვალები და ასე უნდა იყოს, მათ არ უნდა ქონდეთ თვალები. მათ ბრმა მღვიმის თევზები ქვიათ, ასე რომ ალბათ მღვიმეებში ცხოვრობენ და დროთა განმავლობაში ისე ადაპტირდნენ, რომ თვალებიც კი აღარ აქვთ, რადგან არ ჭირდებათ. ეს უბრალოდ სიგიჟეა, მეგობრებო. ბუნება მართლაც საოცარია და ის ფაქტი, რომ ასეთი არსებები არსებობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. და ჩვენ სამნი გვყავს. და კი, არასდროს მინახავს ისინი ადრე, მაგრამ მათ მართლა საერთოდ არ აქვთ თვალები. აი პირველი მიდის აკვარიუმში, შეხედეთ ამას. აი მეორე და აი მესამე. ისინი საკმაოდ დიდები არიან. მოდი ამ ბიჭიც დავიწყოთ. კი, ესეც კარგია. ესენი ადრე მყავდა, ჯერ კიდევ რამდენიმე მყავს, მაგრამ მგონი დელფინის ლოქოები ან უნიკორნის ლოქოები ქვიათ. ძალიან მაგრები არიან. შეხედეთ იმ ლოკოს ფერებს, შეხედეთ ნახატს, ძალიან მაგარი თევზია. ეხლა მათ აკვარიუმში დავამატებთ. აი წავიდა. Super, the bolo მეგობრებო, ყველაზე დიდია, ყველაზე დიდს ბოლოსთვის ვინახავთ. აქ ქვემოთ ახლა გიგანტური ბიშერია. წინა ვიდეოში საიდუმლო აუზის დაცლაში აქ რამდენიმე ბიშერი ყავდა, თუმცა ამ ბიშერის ყველაზე მაგარი ნაწილი ისაა, რომ ის სრულიად სხვა სახეობაა, ვიდრე დანარჩენები, რაც ჩვენ ყავს. ესეთი ბიშერი არასდროს მყოლია. მგონი მათ ინლიჩერის ბიშერებს ეძახიან. შეხედეთ მას იქ, ეს პირდაპირ მნიშვნელობით დინოზავრია. მეგობრებო, წავედით, ვაუ, შეხედეთ მაგას, რა მაგარია, მეგობრებო. ეხლა რასაც გავაკეთებთ, ყველა ამ ბიჭს აქედან გამოვიყვანთ და ყველასთვის სახს ვიპოვით. ჩვენ გვაქვს ბევრი აუზი და თითოეულისთვის საუკეთესო ადგილს ვიპოვით. ჩავასახლებთ მათ იქ და შემდეგ დაველოდებით მეორე პარტიას. ბიშერი დავამატეთ ამ აუზში. Unicorn logo ამ აუზში ჩავასახლეთ. ხოლო დანარჩენი თევზები, მათ შორის იდუმალი ლოკო, ბრმა მღვიმის თევზი და პატარა ფაჰაკა პაფერფიში, მათ საკუთარ აკვარიუმებში მოვათავსეთ. ეხლა ველოდებით მეორე პაკეტის მოსვლას. სამივე დღეს უნდა მოვიდეს, ასე რომ მაშინ გნახავთ. ღმერთო ჩემო, მეგონა პირველი მძიმე იყო, მაგრამ ეს ბევრად უფრო მძიმეა. კარგი, ეს ნამდვილად მეორე შეკვეთაა. კარგი, აი მოდის მეგობრებო, მეორე ყუთი. ამაზე მართლა ძალიან აღფრთოვანებული ვარ. აჰა, დავიწყებთ ამ ბიჭით, რადგან ეს ყველაზე პატარაა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. არ ვიცი, ოდესმე გინახავ თუ არა ეს თევზი, მაგრამ ეს აქ არის პატარა ჯოუ ლოკო. ისინი ამაზონიდან არიან, ძალიან დიდები იზრდებიან და ცნობილები არიან სუპერ აგრესიულობით. ამიტომ ამ აკვარიუმში სხვა თევზებს ვერ შევინახავთ, თორემ ის მათ შეჭამს. ღმერთო ჩემო, რა პატარაა. ნახეთ, რა მაგარია. ეხლა როცა პატარები არიან, აქვთ ძალიან მაგარი ლაქები, ძალიან მაგარი ორნამენტები, მაგრამ როცა იზრდებიან, უბრალოდ მუქი მწვანეები ხდებიან. აი ეხლა ის აკვარიუმში შედის. ეს ძალიან მაგარია. პატარა ჯიაო კატფიში, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი კატფიში, რომელიც შეიძლება იყიდო. ღმერთო ჩემო, ეხლა შეხედე ამათ. ესენი ადრე დაგვიჭერია და გავიგე, რომ ისინი აპოგონის კატფიშები არიან და სინამდვილეში შეიძლება 4 ფუტამდე გაიზარდონ. გონია და როგორც ხედავ, ისინი პირდაპირ ბზინავენ. ძალიან მაგრები არიან და ძალიან იშვიათი კატფიშებია. ასეთებს ხშირად ვერ ნახავ. შეხედე ამას, შეხედე ფერებს. აქვთ ლურჯი, ისფერი, აი იქ. წავიდა და როგორც ხვი, ორი ყავს, ასე რომ მეორეით შევიდა აკვარიუმში. ეს ძალიან მაგარია, ჯერჯერობით 3 თევზია. გავაგრძელოთ აქედან მხოლოდ უფრო გიჟური გახდება ყველაფერი. ეს მახსოვს. ჩანთა თითქოს ოდნავ ჟონავს. მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ეს აქ არის პატარა ალბინო აზიური წითელკუდა. ჩვენ სინამდვილეში უფრო დიდი ვყავს აუზში, ჩემს უკან, მაგრამ ძალიან მიყვარს ისინი. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზია. როცა ეს ბიჭი დავინახე, მაშინ ვერ ვიცოდი, რომ უნდა ამეყვანა. ის ისეთი საყვარელია. შეხედე, რა მაგარია, რა ყვითელია, თითქოს სუფთა ოქროა. მიდი, შედი აკვარიუმში. კარგი, ეხლა მოდი შემდეგ ამ ბიჭით გავაგრძელოთ. ეს კიდევ ერთი ბიშირია, თუმცა როგორც ხედავ, ეს ალბინო ბიშირია, ცოტა უფრო იშვიათი. და ის საკმაოდ დიდია, ანუ შეხედე, ეს მართლა დიდი ბიშირია. კარგი, აკვარიუმში შედის. კარგი, ეხლა შემდეგი ორი თევზი მართლა მაგარია. ეხლა ამ ბიჭით გავაგრძელეთ. ეს სინამდვილეში ციხლიდია, მაგრამ ძალიან ლამაზი ციხლიდია და ასეთი არასდროს მქონია. ღმერთო ჩემო, რა ხდება? ხედავ ამას? ეს ყველაზე ლამაზი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. თქვენ რას ფიქრობთ? ეს აქ არის გეოფაგუსის ერთ-ერთი სახეობა, მგონი სწორად ვამბობ, სავენის გეოფაგუსი. და ისინი გეოფაგუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასები არიან. და შეგიძლიათ მიხვდეთ რატომაც, ანუ შეხედეთ ფერებს და ეს მაშინ როცა ის დაძაბულია. ყუთში იყო და მაინც ასე ლამაზად გამოიყურება. შეხედეთ ამას. ეს ნამდვილად ყველაზე ლამაზი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. ულამაზესია. აი წავიდა ეხლა. ჩემი აზრით საუკეთესო ბოლოსთვის შევინახეთ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი იყო თქვენი საყვარელი, მაგრამ შემდეგი ნამდვილად ჩემი ფავორიტია. აი ეს, დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. ეს გუნჩის ლოქოა.
კარგი, ძალიან მიყვარს გუნჩის ლოკო. სახში უზარმაზარი ალბინოსი მყავს. მაქვს ბევრი ასეთი და ისინი ცნობილები არიან იმით, რომ ისე დიდები და აგრესიულები ხდებიან, იმდენად რომ ინდოეთში ცნობილია, რომ ადამიანებსაც ჭამენ. კარგი, ესენი პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანი ჭამიები არიან. ნახე ეს ბიჭი ვებგვერდზე და მაშინვე ვიცოდი, რომ უნდა ამეკვანა. ვერ გაუშვებ შანსს, რომ კიდევ ერთი გუნჩის ლოკო ავიყვანო და ეს მართლაც საკმაოდ დიდია. დავამატოთ აკვარიუმში, აი, წავიდა, საკმაოდ მოუსვენარია. მოდით ნახეთ ეს ბიჭებო, ამ შეკვეთიდან იმდენი თევზი მივიღეთ, იმდენი ლამაზი თევზი, იმდენი იშვიათი თევზი, ეს უბრალოდ სიგიჟეა. შეხედეთ ყველას. ეხლა ზუსტად იგივე გავაკეთეთ, როგორც პირველ შეკვეთაზე, გადავიყვანთ მათ ახალ სახლებში. და მერე კიდევ ერთი შეკვეთა დაგვრჩა. მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ქრის თევზად ამავიცნა ბიჭებო, ჯერ კიდევ ვეძებთ ერთს. და როგორ გითხარით, კიდევ ერთი იდეა მაქვს და შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არა. თქვენ უნდა დაიცადოთ და ნახოთ. კარგი, შეხედეთ ბიჭებო. ჩვენ ამ აკვარიუმში გეოფაგუს დავამატებთ, შეხედე რა ლამაზია. და აქვე გუნჩის ლოკოსაც დავამატებთ. უკვე ბევრი ყავს, ასე რომ მას აქ მეგობრები ეყოლება. მიდი, შენ მიდი ძმაო. ის მზადაა წასასვლელად. და მას შემდეგ რაც დანარჩენი თევზებიც მოვათავსეთ, საბოლოო ამანათი ბოლოს ჩამოვიდა. ეხლა როგორც თქვი, ამჯერად ყველაზე ცოტა თევზი გვაქვს, თუმცა ისინი რაც მივიღეთ, საკმაოდ მაგარია, ასე რომ ნახეთ ეს ყველამ. ამ წუთას ერთს პირდაპირ ხედავ, ცოცხალია. მეორე სად არის? ვიცი რომ ორი მყავდა. აჰა, აი ისიც. ღმერთო ჩემო, ნახეო. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამის გამო. თქვენ როგორ ხართ? სულ ორი თევზი გვაქვს. ეს აქ არის ოქროს გიგანტური გურამი. ეს ბიჭები მართლა მაგრები არიან და ძალიან დიდები იზრდებიან. ესეც უკვე საკმაოდ დიდია. ის დაახლოებით ჩემი ხელის ზომისაა. ასე რომ ეხლა მას აკვარიუმში დავამატებთ. შეხედეთ ამ ლამაზ თევზს. და ეხლა კიდევ ერთი ყავს აქ, თუმცა ეს მართლა კარგია. იცი მე ძალიან მიყვარს წითელკუდა ლოკო. ეს აქ ეწოდება ფანტომური წითელკუდა ლოკო. უკვე გვყავს პლატინა და ეხლა გვყავს ფანტომი. ტომი, სხვაობა ისაა, რომ ესენი ცოტა უფრო ვარდისფრები არიან. შეგიძლია დაინახო, რომ მას ვარდისფერი ელფერი აქვს. ცოტათი გამჭვირვალეა. პლატინები კი უბრალოდ თეთრები არიან. ღმერთო ჩემო, ნახე რა მაგარია ეს თევზი. ვაუ, ეხლა კი გადავიყვანთ მათ ახალ სახლებში. აუცილებლად ჩაუშვებთ იმ ფანტომს. პლატინთან და იმ გიგანტურ გურამისთან ერთად იდეალური ადგილი მაქვს მისთვის, გიგანტური გურამი. ეხლა გადავიყვანთ საკარანტინო აუზში, აი წავიდა და ფანტომს ამ აკვარიუმში დავამატებთ აი ისიც. თუ მარცხნივ შეხედავ, პლატინის ფერი წითელკუდა ლოკოს სწორედ იქ იმალება, ასე რომ ეხლა ფანტომიც ყავს. ეს საოცარი იყო. ეხლა კი ბიჭებო, დროა ჩემი ბოლო მცდელობისთვის, რომ ქვის თევზა ვიშოვო. ვცადეთ თევზების მაღაზიები, ვცადეთ ონლაინ, მაგრამ ეხლა ბიჭებო, ბნელ ქსელს მივმართავთ. ეხლა როცა ქვის თევზაზე ვიკვლევდი, ინტერნეტში უცნაურ პოსტს გადავაწყდი. და ძირითადად ეს იყო ხალხის ჯგუფი, რომლებიც ქვის თევზაზე საუბრობდნენ. ვიღაცამ უპასუხა ამ პოსტს და თქვა, რომ ქვის თევზა ჰყავს და ეხლა გაყიდვა უნდა. ეს ვებგვერდი არა, ეს ნამდვილი თევზის მაღაზია არა. უბრალოდ ვიღაცაა, ვისაც ქვის თევზის გაყიდვა უნდა, ასე თქვა. ის მზადაა $700 გაყიდოს და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნის. ეს ბოლოს იმიტომ დავტოვე, რომ არ მინდოდა ამის გაკეთება, რადგან საეჭვოა. გულისხმობ, მარტივად შეიძლება მომატყუონ, მაგრამ მაინც გავაკეთებ. მაგრამ რაც ცოტა იმედს მაძლევს არის ის, რომ პოსტში მან მართლაც გადაიღო თავისი ქვის თევზა, ასე რომ ვიცი, რომ ნამდვილად ხავს. უბრალოდ საკითხავია, მართლა გამომიგზავნის თუ არა. მაგრამ მე დაუკავშირდი მას და ვკითხე, თუ კიდევ იყო ხელმისაწვდომი შემეძლო თუ არა მისი ყიდვა და მან მითხრა, რომ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ეხლა ვაპირებ $700 გადავხადო ქვის თევზაში. გავაკეთო ეს? მეშინია ვნერვიულობ. 3, 2, 1. გავაკეთე. უბრალოდ გავაგზავნე უცნობ ადამიანს $700. არ ვიცი რა ვიდეოა ეს ახლა. ეს საკმაოდ გიჟურია და შემდეგ ჯერზე როცა დამინახავ. იმედია გვექნება განახლება ჩვენს ქვის თევზაზე. მივიღებთ თუ არა მას, ასე რომ მაშინ გნახავთ. მას შემდეგ რაც ამ ადამიანს ქვის თევზაში $700 გადაუგზავნეთ, კვირანახევარზე მეტი ველოდეთ და არაფერი გაგვიგია მისგან. ვიფიქრე რომ ნამდვილად მომატყუეს და გულწრფელად რომ თქვა, ამ ვიდეოზე ხელი ჩავიქნიე და მეგონა რომ ქვის თევზას ვერასდროს მივიღებდი. ეს ასე იყო დღემდე, სანამ ჩემი სახლის კარის კამერიდან შეტყობინება არ მივიღე. როცა გასვლა გადავწყვიტე, შევნიშნე ძალიან შემზარავი ყუთი, რომელიც ჩემს კართან იდგა. ეხლა სანამ არ გავხსნით, შეუძლებელია ვიცოდეთ, ეს ნამდვილად ქვის თევზაა თუ არა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ამას ჩავიცვამ. ეხლა განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. არ ვიცი რას ფიქრობთ, გონიათ რომ ხუმრობ, თქვენ კი იცინით. ამ ყველაფრის ჩაცმის შემდეგ გარეთ გავედით, რომ პაკეტი შეგვემოწმებინა. კარგი, ჩემს მისამართს ვშლი, რომ ვერავინ მიპოვოთ. რამდენი ხანია გასული, თითქმის 2 კვირა ან რაღაცა მსგავსი, რაც იმ ადამიანს ფული გადაუგზავნეთ. კამერიდან შეტყობინება მივიღე, შევხედე და ვხედავ, რომ ეს რაღაცა აქ დევს. არ ვიცი შეამჩნევ თუ არა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ყუთი არ არის. ანუ ეს რა არის? რა არის ეს? ეს რაღაც გამაფრთხილებელ ლენტს გავს. არ ვიცი რა ვქნა ამასთან, გახსნაც კი არ მინდა. მეშინია. მართლა მეშინია ეხლა.
ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს კარგი და თუ ეს ქვის თევზაა, ეს კიდევ უფრო საშიშია. მოდი გავხსნათ ეს უცნაური რამ. გესმის ეს ხმა, ხომ ასეა? წყალი არ არის. არაფერი განსაკუთრებული არის მის. არა, მოიცადე, ეხლა მივხვდი რომ აქ რაღაც არის. ალბათ ფიქრობს, კარგი, არ ვიცი რა გავაკეთო. ბიჭებო, ეს ყველაფერი მზად გვაქვს, რაც არ უნდა იყოს. ცოტა მეშინია, უფრო მეტად მეშინია, ამიტომაც მაქვს ეს ხელთათმანები. მართლა ძალიან მერვიულობ ეხლა. რა მოხდება თუ აქ უბრალოდ ოქროს თევზი ჩადო, ხო გესმით? კარგი, ღმერთო, ეს რა არის? ეს წერილია. ეს წერილია. ხუმრობ, მეშინია. რა მოხდება თუ წერია მაგალითად მიდი ილოცე. ო, ჩემთვის უკუღმა. რას წერს ეს? ქვემოთ რა წერია? ღმერთო ჩემო, აი თითქოს ქილა, ნახე, ვედროა ან რაღაც ქილის მაგვარი ყუთია იქვე. ხედავ ამას. უკიდურესად მომაკვდინებელია. ჰელენ, ეს ხუმრობა უკიდურესად მომაკვდინებელია. არ შეეხო ამ თევზს. თუ დაგესუსხა, დარეკე 9 ერთ-ერთზე, ხუმრობ, მინდა ესენი მოიხსნა. არა, კონტროლი მჭირდება მათზე. კარგი, ჯერ ნახოთ რა არის. არ მინდა ამის გაკეთება. ეხლა ძალიან შეშინებული ვარ. მგონი ხელთათმანები ისე უნდა გაიკეთო. ჰელენ, შენ გააკეთე. მე გავაკეთო. ო, ეს მძიმეა, ეს ღმერთო ჩემო. აგი, შენ დაარტყი მას. ეს გაიგონე? ეს წყალია, წყალი მინდა. ღმერთო ჩემო, აქ წყალია. ბიჭებო, კარგი, ეს კარგია. ეს კარგი ნიშანია. მზად ხარ? ვაპირებ გავხსნა. ღმერთო ჩემო. ჩანთა, დავინახე. ეს მართლაც სიგიჟეა. წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი დრო დასჭირდა ამ ვიდეოს გაკეთებას. უკვე 2 ან 3 კვირაა ვცდილობთ ამ ვიდეოს გაკეთებას. კარგი და ეს არის. თუ ეს ქვის თევზა არ არის, მაშინ ჩვენ ქვის თევზას ვერასდროს ვიშოვით. ეს უბრალოდ შეუძლებელია. მზად ხარ? 3, 2, 1. კი, არის ჩანთა, შიგნით წყალია. ხედავ რამეს? არა, არაფერს ვხედავ. იცადე. მორჩა. გონია ეს ხუმრობაა. მართლა შემეშინდა, როცა ვამბობდი, ვხედავ რამეს. მგონი ძალიან შემეშინდა ამ წუთას. ხელთათმანები ისე უნდა გაიკეთო. ჰო, იმიტომ რომ თუ ეს ქვის თევზა, მარტივად შეიძლება ამ პატარა პლასტიკის პარკიდან გამხვდეს. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ეს რა არის? მოძრაობს. ღმერთო ჩემო, ეს არის. მგონი ეს ქვის თევზა, მგონი უნდა ამოვიღო. ჰელენ, ღმერთო ჩემო, ჰელენ, ეს ქვის თევზა. ღმერთო, მგონი ასეა, ეს არის. ეს ვნახეთ სურათზე. ღმერთო ჩემო. მე დავიჭირემ ეს სხეული ქვის თევზა. დიახ ხალხო, ეს ახლა მართლა დიდი ამბავია. მართლა მგონია რომ ჩვენ ვართ პირველი ადამიანები, ვინც ოდესმე გადაიღო ვიდეო ქვის თევზას შინაურ ცხოველად ყოლაზე. შეხედეთ ამას, აი ეს არის. ეხლა შოკში ვარ. კარგი, მოდი ფრთხილად გავხსნათ პარკი, ცოტა უკან დაიხიეთ. ეს საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება დაიწყოს ხტუნვა აქეთ-იქით ტრიალი და მერე უბრალოდ ეკლით დაგჭყლიტოს, ხომ გესმით? მგონია რომ უბრალოდ უნდა გადავღვაროთ აქ. ჯენერთი უცნაურად გამოიყურება. ღმერთო ჩემო, რა ჯანდაბა, ეს სიგიჟეა. შეხედე, თვალები თავზე აქვს. ვაუ, შეხედე ფარფლებს, ნახე სინამდვილეში რა ლამაზია. პირდაპირ ხედავ ეკლებს. სწორედ ეს ატარებს შხამს. ასე რომ ამისგან შორს უნდა დავჭეთ. მინდა ავიღო. არა, მგონია რომ უნდა ავიღო. სულელი ხარ, მინდა ავიღო. მეგობრულად გამოიყურება. ღმერთო ჩემო, მოკვდები. ხელთათმანები მაცვია, ჰელენ, დავიჭირე. ღმერთო. ამ წუთას ხელში ქვის თევზა მიჭირავს. ხელში დედააფეთქებული ქვის თევზა მიჭირავს. რა ხდება? ეს ქვის თევზები წლის გარეშე 24 საათამდე ცოცხლობენ, რადგან წყალს ლაყუჩებში ინახავენ. პატარა საინტერესო ფაქტი თქვენთვის. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, არ გააკეთოთ ეს. ღმერთო ჩემო, სახში არ სცადოთ ეს. თითქოს ოდესმე სახში ამისთვის შანსი მოგეცეთ, არ ვიცი. შეხედეთ მის თვალებს, რომლებიც თავზე აქვს და შეხედეთ ეკლებს მთელ ზურგზე, აი იქ. ამ ეკლებში იმდენი შხამია, რომ თუ დამჭყლეთს, ალბათ 1 საათში მოკვდები და შენ მას ხელში გიჭირავს. არ მჯერა რომ ეხლა ის ჩემი შინაური ცხოველია. მგონი ეხლა აკვარიუმში ჩავამატებთ მას. ბიჭებო, ეს სიგიჟეა, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო. ეს სიგიჟე იყო და არ მეგონა რომ ასე მოხდებოდა. და აი აქ ვართ. და ჩვენ გვაქვს ქვის თევზა, ბიჭებო, ასე რომ ეს არის აკვარიუმი, სადაც ქვის თევზას ჩავამატებთ. მგონია მალე ხელახლა მოვაწყობთ მას, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. აქ ეხლა მხოლოდ პატარა ბატახთევზა გვყავს, ისიც ნახევრად მარილიანი წყლისა, ასე რომ ეს პირდაპირ იდეალურია. კარგი, მგონია რომ რისკზე წასვლა არ მინდა. ვფიქრობ უბრალოდ ამ წყალს ჩავასხამ შიგნით, რადგან აღარ მინდა ისევ დავიჭირო ის. კარგი მეგობარო, მიდი. ღმერთო ჩემო, 3, 2, 1. ღმერთო ჩემო, როგორ კარგად გამოიყურება შიგნით. რას აკეთებს? თითქოს თავის დამარხვას ცდილობს.
ღმერთო ჩემო, ზუსტად ამას აკეთებს. ეხლა ქვიშაში თავის დამარხვას ცდილობს, რომ უკვე შეინიღბოს. 2 წამში შეხედე ამას. ფარფლები ქვიშაში დამალა და ხედავ, ეკლებიც მზად აქვს. ეს ნიშნავს, რომ ის, როგორც ჩანს, თავს საფრთხეში გრძნობს და თუ მას დააბიჯებდი, მოკლავდა. ეს სიგიჟეა. არ მჯერა რომ მართლა გავაკეთეთ ეს ბიჭებო. ფიქრობ, რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ დღეს მას აღარ შევაწუხებთ და გადავიდეთ 2 დღის შემდეგ. და მე მოგცემთ ინფორმაციას ქვის თევზაზე, ასევე ვეცდებით რომ ყვებოთ ისინი. ქვის თევზები ცნობილია როგორც ჩასაფრებით მონადირეები და მათი ჭამის ყურება საკმაოდ მაგარი იქნებოდა. ასე რომ 2 დღეში გნახავთ ბიჭებო. ეხლა როცა ქვის თევზი უკვე შეეგუა გარემოს, რაღაცის გამოცდა მინდოდა. ქვის თევზები ცნობილია მათი კამუფლაჟის უნარით და მარტივად ერწყმიან გარემოს. თუ საკვებ თევზებს ჩაუშვებ, შეძლებენ კი ისინი მიხვდნენ, რომ იქ თევზი იმალება და ნადირობს მათზე. და ისინი მიდიან ნახოთ თუ ეს ძალიან სწრაფი იყო. ქვა თევზა გაჩერდა და ქვებში ჩაჯდა. გამიკვირდა, რომ თევზები პირდაპირ მის გვერდით ცურავდნენ. მათ ნამდვილად არ ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ეს თევზი იყო. მაგრამ რადგან ქვა თევზა ძალიან სწრაფი მოცურავე არ არის, ის ელოდა იდეალურ შესაძლებლობას, რომ დაესხას. და ბუმ! 30 წამის შემდეგ მან პირველი დაიჭირა. ეს მეც კი შემაშინდა. კამერის უკან შეგეძლო დაგენახათ, როგორ შევკრთი. ის იმდენად სწრაფი იყო, რომ თუ თვალს დაახამხამებდი, გამოგრჩებოდა 1 წუთზე ნაკლებში. მან დანარჩენებიც დაიჭირა და ეს გამიკვირდა, რადგან მათ ახლახან ნახეს, როგორ შეჭამეს მათი მეგობრები. თუმცა ქვის თევზას კამუფლაჟი იმდენად კარგი ჰქონდა, რომ მათ მაინც არ იცოდნენ, სად იყო ის. მაგრამ რადგან აქ ბაყაყ თევზაც ყავს, კიდევ ერთი ჩასაფრებული მტაცებელი გადავწყვიტეთე კიდევ რამდენიმე თევზი ჩამეგდო, რომ იქნებ მასაც რამე შეხვედროდა. მაგრამ გასაოცარია ქვის თევზამ დაასწრომას. მან 1 წუთზე ნაკლებ დროში კიდევ 3 თევზის დაჭერა მოახერხა. სულ ჯამში სულ 6 თევზი შეჭამა თვალის დახამხამებაში. და ეს ამტკიცებს, რომ ქვის თევზა შენირბვის ნამდვილი ოსტატია, განსაკუთრებით ზემოდან. მართლა ვერ ხვდებოდი, რომ ქვის თევზა იქ იყო. და თუ ველურ ბუნებაში შევხვდებოდი, ნამდვილად ვერ შევამჩნევდი. და თუ შემთხვევით დავადგებოდი, ეს შეიძლება მომაგტინებელი იყოს. კარგი ბიჭებო, ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე გიჟური თევზ ვიდეო, რაც კი ოდესმე გავიკეთებია. დაწერეთ კომენტარები ქვემოთ. როგორ ფიქრობთ, შემდეგ რა უნდა ვიყიდოთ? და ხო, მგონი ეხლა ვცდი გავიგო, სად შეიძლება ვიშოვო ქვის თევზის შხამის საწინააღმდეგო შრატი. ყოველი შემთხვევისთვის, ხომ იცით? მაგრამ ხო ბიჭებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ქვემოთ, გამოიწერეთ არხი, შემდეგ ვიდეოში გნახავთ. მშვიდობით.